მოგესალმებით. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. მაინც რა არის ეს დამოუკიდებლობა? უტოლდება თუ არა იგი თავისუფლებას? რა გავლენა აქვს მას პიროვნების, ერისა და სახელმწიფოს განვითარებაზე? რა განაპირობებს მის დაკარგვას და რისკებია, როდესაც იგი უკვე დაკარგულია? სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს და სიამოვნებით წარმოგიდგენთ საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ქართოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის სპეციალისტს, დოქტორს, პროფესორს ქალბატონ მანანა სანაძეს. ქალბატონ მანანა, მოგესალმებით. მოკლედ მე უკვე შესავალი გავაკეთე ერთგვარი. ძალიან გრძელი. ნუ რა ვქნათ, ეს არის თქვენი ბიოგრაფია და ეს არის თქვენი გამოცდილება. ქალბატონ მანანა, მე შესავალში უკვე მოვხაზე ის თემები, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. მე ვფიქრობ, რომ 26 მაისს ამ თემებზე საუბარი უპრიანია. დავიწყოთ სწორედ იმით, მაინც რა არის დამოუკიდებლობა? უტოლდება თუ არა იგი თავისუფლებას თქვენი საზრით? იცით, ახლა დამოუკიდებლობა ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის ერის ისტორიაში საერთოდ. თუმცა პირდაპირ ტოლობის ნიშნის დადება თავისუფლებასთან არ შეიძლება. იმიტომ რომ ბევრი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს, რომელიც ტოტალიტარულია თავისი არსებით და ამიტომ მისი საზოგადოება და ისერი არ არის თავისუფალი. ტოტალიტარულ ქვეყანაში მცხოვრები ერები ვერ ჩაითვლებიან თავისუფალ ხალხებად. ახლა როგორც არის თქვა ჩრდილოეთ კორეა, იგივე რუსეთის საზოგადოება, რა თქმა უნდა, ისინი შორს არიან თავისუფლებიდან. მაგრამ თავისუფლების უმთავრესი პირობა ერის თავისუფლების და მე არ ვამბობ ადამიანის. ერთ-ერთი უმთავრესი პირობა არის რა თქმა უნდა დამოუკიდებლობა. თუ ერს დამოუკიდებლობა არ აქვს, იქ უკვე საერთოდ ლაპარაკი რაზეა. ის ერიც კი არ არის, უნდა გითხრათ. ეხლა ალბათ გაგიკვირდებათ რომ ესე ვამბობ, მაგრამ ასეა. ძირითადად ხალხები, ეთნოსები ვითარდებიან საუკუნეების განმავლობაში ვითარდებიან და ვითარდებიან ხანდახან დიდი იმპერიების წიაღში, დიდი ესეთი გლობალური, რეგიონალური სისტემების წიაღში და რაღაცა დროს ხდება ეს გარღვევა, ეს საზოგადოება იწყებს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ისინი აღწევენ დამოუკიდებლობას, ქმნიან ქვეყანას, სახელმწიფოს და აი ამის შემდეგ იწყება მათი როგორც ერის ისტორია. იმიტომ რომ ერი მხოლოდ მაშინ არის ერი, როდესაც მას აქვს სახელმწიფო. და თანაც უნდა ვიცოდეთ, რომ რითი განსხვავდება ეთნოსისგან ამ შემთხვევაში ერი. ეთნოსი პრაქტიკულად ეს არის ესეთი ტომობრივ, სისხლით ნათესაობრივი კატეგორია, როდესაც რაღაცა ძალიან ახლო ნათესაური ტომები ქმნიან რაღაც ეთნოსს. მაგრამ ერი ხანდახან ეს ძალიან ეშლებათ ხოლმე. გონიათ რომ აი ეს იმის სისხლის არის კი, მაგრამ აი ჩვენთან დღესაც სხვათა შორის აი ბასილაშვილი ქართველია და ამ დროს ის ქართველი არ არის და რუსი ძალიან კარგი მსახიობია, მშვენიერი, გარდაიცვალა მგონი, მაგრამ ის არ არის ქართველი, ის რუსი მსახიობია რა. ანუ კუჯავა, იმიტომ რომ გვარით ფიქრობენ, გვარის მიკუთვნებით ფიქრობენ, რომ აი თუ კუჯავა გვარად, ესე იგი ქართველია. სინამდვილეში არა, რა თქმა უნდა. აქ მთავარია ცნობიერება და თვითონ ადამიანების მიაკუთვნებს თავს, რომელ ცივილიზაციას, რომელ კულტურას. ეხლა ერები ეს არის ეს არის ეთნოსური წარმონაქმნი და ამის ერის ერობის მიღწევა მხოლოდ უკვე დამოუკიდებელ სტატუსში არის შესაძლებელი. იმიტომ რომ მაშინ შენ ხდები აი შენ სახელმწიფოში ხდები დომინანტი და შენი კულტურის შიგნით თქვიფავ. აი სახელმწიფო ამ დროს არის როგორც დიდი ქვაბი, რომელშიც ითქვიფება, ერთ-ერთად ყალიბდება ეთნოსი, ახლო ესე იგი ნათესაური ეთნოსები და არანათესაური ეთნოსები. უნდა გითხრათ რომ ქართველი ერი ის რატომ არის ერი? იმიტომ რომ მან მოახერხა ისტორიის სიღრმეში სახელმწიფოებრიობის შექმნა. და ამ სახელმწიფოებრიობაში
ძალიან ბევრი ეთნოსია ითქვიფა. ქართველთა, ასე ვთქვათ, გენოფონდში შევიდა მთელი ჩრდილოეთ კავკასიის წარმომავლობის, ასე ვთქვათ, იქიდან მომდინარე ნაკადები, სომხეთიდან უზარმაზარი სომხური ნაკადები, ძალიან დიდი უნდა გითხრათ, ძალიან დიდი ირანული ნაკადები. Ну, გარდა ამისა, გარკვეული მცირე ანკლავებით, რა თქმა უნდა, ეს იყო მონღოლური, ეს უფრო შედარებით მცირე, თქვა თურქული და სხვა კიდევ ასე შემდგომ. ეხლა გვარებშიც კი რაღაცნაირად ეს იგრძნობა, დიახ. გვარებშიც კი დაილეკა. ახლა როცა ვამბობთ ეს, აი გვარი ხაზარაძე, ну რას ნიშნავს ახლა ეს რაღაცა ხაზარებთან აქვს კავშირი ნამდვილად. უნდა ახლა არა, ახლა ისე ხო არ იქნებოდა. ან ბერძენიშვილი, ან ფრანგიშვილი, ну ეს ფრანგები კიდევ ხო, ეს უფრო ეძახდნენ და ეს უკვე რელიგიური უფრო მიმართებაა, მაგრამ იგივე თათრიშვილები, მერე არის სომხიშვილები, რამდენი გინდა სომხიშვილები, ლეკიაშვილები, ну რა ვიცი ახლა ძალიან ბევრი ეს ყველას ვერც მოიგონებ და ზოგი ესე იგი, ну ამ გვარებსაც კიდე თავისი ისტორია აქვს, ახლა ხელაღებით ესე ვერ იტყვი, მაგრამ ну ფაქტია ეს მე მინდოდა ახლა მეთქვა რომ აი ზედაპირზე რაც ტივტივებს თორე ახლა ჩვენ თვითონ რომ ჩავიხედოთ ჩვენ გენეალოგიაში ну სადღაც დიდი ბებია ბებიის ბებია მამის დედა იმის დედის დედა ну სადღაც ვიღაცა და იქნება რომ აღმოჩნდება თუმცა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პირობებში ეს ერთ-ერთად ყალიბდება რა თქმა უნდა როცა შენ გაქვს სახელმწიფო ეს ბუნებრივი პროცესია სწორედ სახელმწიფოს შიგნით და აი ეს პროცესი განაპირობებს ერთიან ერად ჩამოყალიბებას. ახლა მე თქვენ მინდა გითხრათ პირდაპირ შუა საუკუნეების განმავლობაში და შემდგომაც უკვე აი მე-18 საუკუნეში ერეკლეს პერიოდში, ну აღარ დავით აღმაშენებლის პერიოდში უზარმაზარი ანკლავები თვითონ მეფეებს შემოყავდათ. თქვა ჭრობის, ხელოსნობის, სხვადასხვა მიმართულებების სამხედრო საქმის გასავითარებლად ხო თქვენ იცით ალბათ ყველა მიცის ეს რომ დავით აღმაშენებლის დროს აი ყივჩაღები შემოიყვანეს დავითმა სპეციალურად ქალაქი გორია ააშენა და იქ სომხები ჩაასახლა რათა ვაჭრობა გაეაქტიურებია ერეკლეს დროს ხდებოდა პერიოდულად აი სომხების ჩამოსახლება ქალაქებში ну ისინი თვითონაც მოდიოდნენ და სახლდებოდნენ იმიტომ რომ საქართველოს სამხრეთ კავკასიაში პრაქტიკულად ერთადერთი ქრისტიანული სახელმწიფო იყო სომხებს აღარ ჰქონდათ უკვე თავის სახელმწიფოებრიობა და მათთვის ეს იყო თავდაცვა, როდესაც მეფე გიცავს, ჯარი გიცავს, ქვეყანა გიცავს. ამიტომ ისინი აქეთ მოისწრაფოდნენ და ეს იყო ძალიან სასურველი, რა თქმა უნდა, ეს ეთნოსები ყოველთვის ანვითარებდნენ რაღაცას. აი მაგალითად ძალიან ებრაელები. ეხლა ჩვენ აი ძალიან კარგი მაგალითები შემიძლია მოვიყვანო მაგალითად აი სომხები ერია, რა თქმა უნდა და უძველესი ერთ-ერთი, მაგრამ როდესაც ქართულ სახელმწიფოს სივრცეში არიან, აქ ისინი ეთნოსური როლის შემსრულებლები არიან. ანუ ისინი არიან ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ეთნოსი, რომელიც ამდიდრებს ქართულ ცივილიზაციას, ის თავისი, ასე ვთქვათ, თავის ვიოლინოს, თავის ხმას უერთებს და თავის უნარებს ანვითარებს, ბუნებრივია, საბოლოოდ ის ერწყმის ქართველ ერს. ისევია, როგორც ახლა ქართველები ერი ვართ, მაგრამ აი თურქეთში მცხოვრები ქართველები, ფერეიდანში, სპარსეთში, ირანში მცხოვრები ქართველები. ახლა იქ ისინი კი არიან ერის ნამსხვრევი, მაგრამ რეალურად უკვე დღესდღეობით იქ ისინი ეთნოსის თვისობრიობის მატარებლები არიან და ისინი აი თურქეთის და იმ ირანში ერთ-ერთი ეთნოსის როლს ასრულებენ, რომელიც ერწყმის სპარს-ირანულ კულტურას და მის მრავალფეროვნებას ქმნის და თავის სიტყვას ამბობს და არვითარებს. ეხლა თქვენ მეტყვით აი რა განსხვავება ამ შემთხვევაში, ხო, ალბათ დაგაინტერესებთ და განსხვავება ძალიან დიდია. ეთნოსი ეს არ არის ესეთი მართლაც დამოუკიდებელი რაღაცა.
ის აუცილებლად მოიაზრება რომელიღაც ქვეყანაში, სადღაც არის დომინანტი, ვთქვათ, ეთნოსი და დანარჩენი მომყოლი ეთნოსები და რომლებიც აი ამ სახელმწიფოში ითქვიფებიან და ქმნიან ერთიან ერს. მაგრამ და ერი სულ სხვა თვისობრივად ხო იცით აი რაოდენობა თვისებაში გადადისო და ესია ახლა ამ შემთხვევაში როდესაც გახარ დიდი უფრო დიდი აქ მოიგულისხმება რა თქმა უნდა აი სახელმწიფოს მატარებელი როდესაც შენ ქვეყანა ხარ და სახელმწიფო მაშინ შენ თვისობრივადაც სხვანაირი ხარ შენი მსოფლახკმა არის ძალიან განსხვავებული აი მე მოგიყვანთ ისტორიის განმავლობაში როგორ იცვლებოდა ქართველის მსოფლახკმა იმის დამიხედვით ის იყო დამოუკიდებელი ქვეყანა თუ კარგავდა ამ დამოუკიდებლობას და იყო თქვათ იმპერიის ნაწილი არა და მე ისევ იქცეოდა დამოუკიდებელ ქვეყანა ამის დაკვალად ის ხან იძენდა ერის თვისებებს და კარგავდა ამ თვისებებს და გადადადიოდა ეთნოსის დონეზე აი მაგალითად რომ ავიღოთ ლეონტი მროველი რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოაზროვნეა მე-11 საუკუნის ბოლოსი მან ჩვენთვის ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მან ბევრი სხვა რამეც გააკეთა მაგრამ ის რომ მან შექმნა ქართულთა ცხოვრების ძველი რედაქცია ну მანამდე იყო არქაული ჯუანშერისეული რედაქცია და აი მე-11 საუკუნის ბოლოს ლეონტიმ ამას შემატა შეავსო და განავრცოდა თავისი ესე იგი ფილოსოფიურ გეოპოლიტიკურ იდეოლოგიური ესე იგი შინაარსი მისცა აი ამ ნაწარმოებში ძალიან კარგად ჩანს მოწინავე ქართული საზოგადოება იმ დროს როცა ქართული საზოგადოება აღმავლობას განიცდის და აი დასრულდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნა მე-11-12 საუკუნეების ზღვარზე პრაქტიკულად აი დავითის დროს და იწყება ესე იგი რა თქმა უნდა უკვე ხო იცით ყველაფერს აი ამ პროცესს წინ უსწრებს იდეოლოგიის ჩამოყალიბება და ახლა ქართულმა საზოგადოებამ თავი ერთიან მონარქიად გაიაზრა, რომელშიც რა თქმა უნდა შემოდიოდა ძალიან დიდი ეთნოსები, ანკლავები. არა, აქ სომხური მიწები შემოგვიერთდა, იქ ჩრდილოკავკასიური, აქეთ მისკენ რა ქვია, შაქი, შარვანის მთელი სამეფო, რომლებიც საერთოდაც მუსლიმური სარწმუნოების მატარებლები იყვნენ და აი ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა ჩამოაყალიბა გარკვეულად იდეოლოგია. ეხლა ლეონტი პირდაპირ ამბობს, აი ხაზგასმით ამბობს, ეს არის აი პირდაპირ ასწავლის საზოგადოებას, რომ აი ნინო, წმინდა ნინო არ არის ქართველი, მაგრამ ის მოვიდა და საუკეთესო ქართველი გახდა. მან ქართველებს ქრისტიანობა მოუტანა. ამდენად ის არის მოწინავე ქართველი. აი მირიანი იყო სასანური წარმოშობის კაცი, მეფე, მაგრამ ის წარმოშობის და პირდაპირ სასანიანი იყო. ჯერ კიდე ახლა ის იყო მისი მამა რევი იყო პირველი სასანიანი, მირიანი უკვე მეორე და ისინი ჯერ ძალიან ახლო არიან თავიანთ სასანურ ფესვებთან. მაგრამ ლეონტი გეუბნება, რომ ეს მირიანი მან კი იყო სპარსი, მაგრამ მან შეიყვარა ქართული ენა. მან ისწავლა ქართული ენა, მერე პატივს სცემდა გაქრისტიანებამდე პატივს სცემდა ქართულ წმინდანებს, შეამკო საფლავი ფარნავაზისი და ის იყო ესე იგი პრაქტიკულად ის გახდა ქართველი და ის შეიყვარა ქართველმა ერმა უფრო მეტად ვიდრე სხვა მეფეები. ესე იგი აი მოხდა სრული მისი ქართველიზაცია, კულტურული და ის გახდა ქართველი. ну რა თქმა უნდა ასეთ სიტუაციაში მისი გენეტიკა ხომ არ იცვლება, მისი ეთნოსური მიკუთვნება ხომ არ იცვლება. ცნობიერება და ქართველისთვის რა იცვლება, რომ ის ქართულ საქმეს აკეთებს. მორჩა და გათავდა ის პატივს სცემს ქართულ კულტურას, მან შეისწავლა ქართული ენა და ის აკეთებს ქართულ საქმეს, ის იცავს ქართულ საზოგადოებას, სპარსელებისგან და სხვა მტრებისგან. ესე იგი, ის არის ქართული საქმის გამკეთებელი და ადამიანი, ვინც აკეთებს ქართულ საქმეს, ის არის ქართველი და არა ვიღაცა ქართული წარმოშობის, რომელმაც შეიძლება გაყიდოს ქვეყანა და
მტერს შეეკრას და ესე იგი გახდეს ასე ვთქვათ თანამედროვე ტერმინი რო ვიხმაროთ კოლაბორაციონისტი არა ესე იგი რა თქმა უნდა ვინ არის ასეთ შემთხვევაში ქართველი რა თქმა უნდა არა ქართული წარმოშობის მირიანია ქართველი იმიტომ რომ ის ქართულ საქმეს აკეთებს აი ხედავთ როგორი იდეოლოგია დებს მე ავიღოთ რას ამბობს თუნდაც ლეონტი საოცარი ამ შემთხვევაში ქართული ენა ესე იგი ჯერ დავიწყოთ მაგას გავუსვამ ხას რომ ესე იგი ხედავთ ყველას შეუძლია იყოს ქართველი რომ წარმომავლობას არ აქვს ამ შემთხვევაში ნათესაების მნიშვნელობა და უნდა გითხრათ რომ ლეონტი მროველი სპეციალურ ტერმინსაც კი ხმარობს წარმომავლობის ქართველის აღსანიშნავად რომ გამოყოს დანარჩენი ქართველები ხედავ სად არიან მე-11 საუკუნეში რომ ყველა ქართველია მაგრამ რა თქმა უნდა თუ ის შეიძლება წარმომავლობით სპარსი იყოს ვიღაცა არის ეთნოსურად ქართველი და მასეთ ეთნოსურად ქართველებს ის უძახით ნათესავით ქართველი არო ვინც ნათესავით ქართველია ეს კაცი მირიანი არ არის ნათესავით ქართველი ის ნათესავით სპარსია მაგრამ ის ქართველია იმიტომ რომ ქართულ საქმეს აკეთებს ქართულ სახელმწიფოს ემსახურება ნუ ეს არაჩვეულებრივი სტრუქტურა შექმნეს აი ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ქვეყანა მიდის აღმავლობისკენ ამ დროს ის ყალიბდება ერთიან კავკასიურ მონარქიად და რა თქმა უნდა ამ დროს თვითონ ქართულ საზოგადოებას ნახეთ თუ თვითონ ქართული საზოგადოება არ გალიბერალდა ამ მიმართულებით თუ ისი ქართული საზოგადოება ვერ მიხვდა რომ სომეხს მუსლიმს შაქიდან ან შირვანიდან მომავალს ლეკს ოს და სხვებს არ უნდა გაუიოლოს ქართველიზაცია არა და არ უნდა შეუქმნას მათ ბარიერები უპირველეს მაშინ რა გამოვა ესე იგი თვითონ უპირველეს ყოვლისა ლეონტი ქართული საზოგადოებისთვის წერს ის საქართველოში ცხოვრობს სპარსელს კი არ ეუბნება ამ შემთხვევაში თუმცა რაღაცნაირად მასაც ეუბნება მაგრამ მარტო მისთვის კი არ არის ეს საკითხი რომ აი ხედავთ მირიანი სპარსი იყო მაგრამ საუკეთესო ქართველია ამას ეუბნება ქართულ საზოგადოებას რომ თქვენ არ გეკონოთ რომ ქართველობისთვის მნიშვნელოვანია მარტო ნათესავით ქართველობა არა ძვირფასებო ქართველია ყველა ვინც ჩვენთან ერთად ამ სახელმწიფოს აშენებს და ამ სახელმწიფოს წარდგება ეხლა რა ხდება მე ეს იმიტომ რომ ქვეყანა ეს არის დამოუკიდებლობის პირობებში ჩვენი ცნობიერება რომელიც არის სამაგალითო და რა ხდება როდესაც არა ვართ დამოუკიდებლები რა ხდება მე ნახეთ ყველა საზოგადოება რომელიც კარგავს დამოუკიდებლობას დადის ეთნოსის დონეზე და რა შემთხვევაში რატომ იმიტომ რომ ის დიდი იმპერიის შემადგენლობაში ეთნოსი ხდება ერთ-ერთი ეთნოსი ხდება რა ჩვენ ვიყავით ახლა რუსეთში და მერე საბჭოთა კავშირში და უამრავ დიდ ხალხთა ოჯახში ვიყავით ერთი ეთნოსი რუსეთთან მიმართებაში ხო და რა თქმა უნდა ეს რუსეთი ყოველთვის ცდილობდა ჩვენს ასიმილაციას გადაყლაპვას ნუ ჩვენ ცდილობდით ჩვენი ეროვნულობის შენარჩუნებას და ნახეთ სად გადიოდა ამ ეროვნულობის შენარჩუნება რადგანაც ეთნოსმა ერმა ჩვენმა ამ შემთხვევაში ინსტინქტურად იგრძნო საშიშროება გაქრობის და ასიმილაციის ამიტომ ის ინსტინქტურად იხურება იკეტება და ჩვენ მივეჩვიეთ უკვე ეს სომეხია ქართველი გვარი მიიღო და ეს რა მოგაუკეთებია არა ის სომეხია ის აზერბაიჯანელია ის ქართველი არ არის ის ოსია იმისმა დედამ მიიღო რაღაცა იმისი მამის პაპა ჯერ კიდევ სომეხი იყო ხედავთ როგორ ხდება ეს რატომ ხდება იმიტომ რომ ამას თავისი გამართლება აქვს როდესაც შენ ქვეყანა არ გიცავს შენი სახელმწიფო არ გიცავს შენი კანონმდებლობა არ გიცავს შენ გამოდიხარ ძალიან დაუცველი და მაშინ აი უცბად აპკს გადაიკრავს საზოგადოება და ხდება დახშული აი ნახეთ აიღეთ თუნდაც ძალიან კარგი მაგალითები ამისი დღეს ქართული წარმომავლობის ადამიანები ხა იმათ ქართველებს რა თქმა უნდა ვეღარ დავარქმევთ მაგრამ ქართული წარმომავლობის ადამიანები როგორ იცავენ თავიანთ ქართულ წარმომავლობას თურქეთში როგორ იცავენ თავიანთ ქართულ წარმომავლობას ირანში რა ხდება მხოლოდ ერთმანეთში ქორწინება. იქ ძალიან ცუდ ტონად ითვლება, თქვა სხვაზე, თუმცა აი თურქეთში უკვე აი
უკვე დაიწყო გახსნა. ხა ახალგაზრდები მიდიან უნივერსიტეტებში ერთმანეთი უყვარდებათ და ბუნებრივია რომ უკვე ამას ვერ ინარჩუნებენ, მაგრამ აქამდე უნდა გითხრათ რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე ეს უმტკიცესი კანონი იყო და რატომ? აბა თავი როგორ დაეცვათ? თუმცა გენეტიკისთვის ეს ძალიან დიდი დარტყმაა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა შული ხდება დიახ. და ამით რა თქმა უნდა მათი ნიჭიერება რა თქმა უნდა ქვეითდება, დიახ. მათი მსოფლახკვა ქვეითდება და უნდა გითხრათ რომ ეს ზოგადად საწოდაობაა. აიღეთ ნებისმიერ შემთხვევაში აი ქართული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც არიან თურქეთში. ეხლა იმათი ციან თავიანთი ქართველობა, ხანდახან უხარიათ რომ შეგხვდებიან და ქართული იციან საკმელპურო დონეზე. ნუ აი ოჯახში რაღაც 200-300 სიტყვა, რომელიც ჩვეულებრივ სალაპარაკოდ ჭირდებათ, იმიტომ რომ მენებუნებრივია 6 წლიდან მიდიან სკოლებში და ნამდვილ უკვე ენას, სამეცნიეროს, კულტურის ენად მათთვის უკვე არის თურქული. რა თქმა უნდა და თურქებად ითვლებიან და თურქი არიან თურქები, დიახ. ისინი არიან უკვე თურქები. ისინი თავიანთი ცნობიერებით არიან თურქები, თუმცა მათ იციან რომ აქვთ რაღაცა ქართული ფესვები, აი ხანდახან ვიღაცა იტყვის რომ უი კი იცი მე დედა მყავდა ქართველი და ან ვიღაცას ბებია ყავდა ქართველი, მაგრამ ისინი უკვე კარგავენ ქართველობას და აი ხედავთ რას ვიცახი რომ რა არის ყველაზე უფრო რას აკეთებს ეთნოსი, როდესაც ან ყოფილი ერი, როდესაც ის აღმოჩნდება სხვა სახელმწიფოში. ის აი ესევე იკვრება და პირველი რასაც აკეთებს რომ ხშავს ქორწინებას. არა, ჩვენ ერთმანეთში უნდა ვიქორწინოთ, რომ არ ვასიმილირდეთ. ანუ ეს არის ინსტინქტური, რითაც ხდება თავდაცვა და აი ესეთი ეთნოსურ დონეზე შენარჩუნება. თორე კულტურულად, რა თქმა უნდა, ისინი მათი სურვილის და მიუხედავად, ისინი ხდებიან იმ ერის ნაწილი. იმ ერში უკვე ეთნოსის იმას თამაშობენ. აი ხანდახან აი ქართული ენა, მაგალითად დღეს ქართული ენაა. მაგრამ თქმა უნდა, მაგრამ თავარი აქ ლინგვისტური მომენტი კი არ არის. თავარი არის ფუნქცია ენაში და აი თურქეთში ქართულ ენას დიალექტის ფუნქცია აქვს. რას ნიშნავს დიალექტი? დიალექტი არის ესეთი ენობრივი წარმონაქმნი, რომელიც გარკვეულ სოციუმს არის შიგნით გავრცელებული. აურთიერთებს ერთმანეთთან. აურთიერთებს გარკვეულს მეტი მას დანიშნულება არ აქვს. ის არ არის კულტურის ენა. პირველ რიგში, აი ეს არის ხანდახან ჩვენ ქართულ საზოგადოებასაც უნდა გითხრათ, რომ აქვთ ესეც ვერ გაუგიათ, რომ აი მოდით პატარა იმას შეიძლება შევეხო, ახლა ამ თემას არ ეხებოდეს, მე ჩემს ასრს მოგახსენებთ უბრალოდ, რომ მეგრული ან სვანური აი სკოლებში შევიტანოთ. მე ახლა რა უნდა გითხრათ, პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ მეუღლე მეგრელი მყავს, ასე ვთქვა, თოფურია, ბებია ჩემი სიჭინავა, ამას წინათ ის ლესიჭინიც ვნახე, იქიდან იყო წარმომდგარი, ჩემი შვილებიც თოფურის გვარის მატარებლები არიან და ასე შემდგომ. ანუ აქ რაზეა მე ეს მინდა გაგაგებინოთ, რომ ის კი არა რომ რამის ამოცანა ამდეგე ვარ, მაგრამ ძალიან ძველად ამ ჩვენი სამი ქართველური ენიდან ერთს მიაკუთვნეს სახელმწიფოს და ლიტერატურული და კულტურის ენის სტატუსი და დანარჩენი ენები დარჩენ ფუნქციურად დიალექტის დონეზე, ფუნქციურად, იმიტომ რომ ისინი არ არიან კულტურული ენის, ანუ ერის კულტურის შემნახველი და დამცველი. ეს არის დიალექტის ფუნქციის მატარებელი, იმიტომ რომ ფუნქცია მათი არის საოჯახო და გარკვეულ სოციუმში ერთმანეთის, ესე იგი, ერთმანეთთან მეტყველების აქვთ შენარჩუნებული აი ეს ფუნქცია. ეხლა რატომ ეს არის ჩვენი ისტორიის განვითარება? ამას რომ დაუბრუნდეთ როდის, როგორ, სხვათა შორის საერთოდ ეხლა მე რაც ისტორიკოსი ამას ვადევნებ თვალს, არასოდეს ეს ძალდატანებითი პროცესი არ ყოფილა. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ თავისი არსებობის უდიდეს ნაწილში საქართველოს დაშლილი იყო სამეფო სამთავროება და ეხლა სადადიანო და ოდიში ცალკე სამთავრო იყო და რანაერად უნდა დაგეტანებია ცალკე სამთავროსთვის კი არა, იმერეთის მეფეები დაქვემდებარებასაც ვერ ახერხებდნენ და ლევანდადიანი იქით უტევდა და სულ ქუთაისის კედლებთან იდგა. და რა თქმა უნდა სასაცილო ამ შემთხვევაში რამე ძალდატანებაზე საუბარი. მაგრამ
რადგანაც ეს იყო პატარა ტერიტორია და როგორც ჩანს სოციუმი ხო მე შორსავარ იმაზრიდან რომ ჩვენ რო ყოფილიყავით 100 მილიონიანი საზოგადოება და აქედან მეგრულად მოლაპარაკე ნაწილი ყოფილიყო კიდე 30 მილიონიანი ნუ ალბათ და ჩვენ ქონოდა თურქეთის ხელა ტერიტორია ან უკრაინის ხელა რა ნუ ალბათ ჩამოყალიბდებოდით შეიძლება ჩამოყალიბებული იყავით თანდათან სხვადასხვა ერებადაც კი მაგრამ აი ისევ იცით ერად რო ჩამოყალიბდე ისევ როგორც მივდივარ იქამდე რომ ისევ სახელმწიფო ასაჭირო აი უკრაინელები შეადუღაბა აი თავიანთ ერთიანად მაინც ხომ ხედავთ რამხელა განსხვავება და როგორ უჭირთ აი დასავლეთის ნაწილი ყოველთვის რაღაც უფრო სხვა იმას ავლენს დნეპრის აქ აღმოსავლეთში უფრო რუსიფიცირებულია ხედავთ აი ერთიან სახელმწიფო გავლენების ორი სფეროა ერთიან სახელმწიფოთ ისინი არ არსებობდნენ აი რაღაც ანკლავებად არსებობდნენ და აი ამან ისინი იყვნენ იქ ისინი იყვნენ ატამანები იქ რა თქმა უნდა იყვნენ გეტმანები და ეს იყო დამოუკიდებელი ტერიტორიები რომლებიც გარკვეულ გენზე მოვალეობებით ემორჩილებოდნენ თქვათ უფრო ზემდგომებს ასე ჩვენც ეხლა სხვადასხვა მოვალეობებით ხან ირანს ვემორჩილებოდით ხან ბიზანტიას და ხან რომელიღაც დიდ იმპერიას ხან ოსმალეთს და ხან ხანთა მონღოლთა სახელმწიფოს და ასე შემდგომ მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვიყავით, ქვეყანა ვიყავით და ვემორჩილებოდით აი ესეთნაირად სხვას ასე დამოუკიდებლობის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენ და თქმა უნდა ჩვენი გქონდა მათ შორის ჩვენი კანონები რა ძალიან მნიშვნელოვანია სამართალი ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური წყობა რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი კულტურა და ჩვენი ცივილიზაცია რაც რუსეთის დროს უკვე აღარ ქონდა ფაქტიურად დამოუკიდებლობის ასეთი ხარისხი უკვე ნაკლები იყო ალბათ ხო ერთადერთი მტერი რომელმაც ჩვენ მთლიანად წაგვართვა დამოუკიდებლობა, საერთოდ წაგვართვა დამოუკიდებლობა. მე უნდა გითხრათ, რომ აი ჩვენ ტერმინოლოგიაშიც აი ძალიან კარგად არის ასახული. ნახეთ, იყო ბიზანტია, რომელსაც ყავდა კეისარი. და ჩვენ ყავდა მეფეები. ასევე სპარსეთს ყავდა მეფე შახანშახები და ჩვენ ყავდა მეფე. ანუ სპარსეთის სტრუქტურა როგორ იყო? სპარსეთი თვლიდა, რომ ის არის, ასე ვთქვათ, მეფეების მეფე, მაგრამ ის მეფეები ყველა თავთავის რეგიონში იმ თავისი მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობით სარგებლობენ. აი ძალიან მინიმალური ხარკის გადახდა იყო სავალდებულო და ახლა ბოლოს და ბოლოს ეს ჩავთვალოთ, რომ ეს იყო რაღაცა თანამედროვე ევროკავშირის ანუ რაღაცა სახელმწიფოების საწევროები დიახ მაგი უნდა მეთქვა ზუსტად საწევროების დონეზე ხო ნუ ხო და მაგრამ რუსეთმა უბრალოდ ერთადერთი სახელმწიფო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა ჩვენ ისტორიაში არც ერთ სხვას ეს არ გაუკეთებია არც თემურლენგს არც ჯალალედინს ახლა ჯალალედინიც ახლა ბოლოს და ბოლოს რუსუდანს ცოლობას თავაზობდა და ერთიან მართვას ქვეყნის ანუ ეს არის რაღაცა სახელმწიფოების დანგრევა არა პირიქით ის მას წაართვეს მონღოლებმა სახელმწიფო ეს ხორეზმ შაჰების შთამომავალი იყო და ის და ხორეზმი დაინგრა მონღოლები დაეუფლნენ და რეალურად ეს დაწოწოდა ასე ვთქვათ წინა აზიაში და ფუნქციის მოსაპოვებლად ფუნქციის მოპოვება უნდა და ხო რეალურად აი თავ ნიჭიერი მხედართმთავარი იყო და აი თავისი მხედართმთავრული ნიჭიერებით მას უნდა და საქართველოში დაჯდომა მეფეთ რომ აქედან ემართა ხო და მაგრამ არც ერთ დამპყრობელს არც უფიქრია თავშიც არ მოსვლია რა რომ ჩვენთვის სახელმწიფოებრიობა წაერთვა ეს ერთადერთი გააკეთა რუსეთმა მთლიანად წაგვართვა სახელმწიფოებრიობა და გვაქცია რუსეთის გუბერნიად ნუ ამასთან დათანობით ის ქონდა ხან სამეფის ნაცვლო გვერდქვა მაგრამ რეალურად ეს იყო რუსეთიდან გამოგზავნილი მოხელე, გინდა მეფის ნაცვალი, გინდა გუბერნატორი, რომელიც მთლიანად ანაცვლებდა აბსოლუტურად მთლიანად. უფრო მეტიც, ყველაზე მძიმე ქართული საზოგადოებისთვის რაც იყო ეს ადამიანებს ეს ვერ გაუაზრებიათ ხანდახან რომ რა მოხდა. ის მოხდა რომ საკუთარი სამართალი წაართვეს. აი ვახტანგ მე-6-ის სამართალმა პირველ რაღაც რამდენიმე წელი აფუნქციონირეს, ეს რაღაც გარდამავალი პერიოდი და მერე მთლიანად გაუქმდა ქართული სამართლებრივი სისტემა გაუქმდა და რუსული სამართლებრივი სისტემა შემოვიდა, რაც ქართლს საერთოდ არ ესმოდა.
იმიტომ რომ ის სხვა ფასეულობებზე იყო აგებული. სხვა მენტალობაზე იყო. სხვა მენტალობაზე იყო აგებული და ეს იყო ძალიან ტრაგიკული, რაც ხდებოდა ქართულ საზოგადოებაში აი ამ სამართალთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა. ნუ ზოგადად მე რა გააკეთა თვითონ აი რუსეთმა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დავკარგეთ არა მარტო სახელმწიფოებრიობა, აი რო ქვეყანა, არამედ დავკარგეთ ეროვნულობა. ჩვენ მართლა ვიქეცით აი ძალიან ესეთ ეთნოსად. ნუ ეხლა წარმოიდგინეთ იყო ესეთი ევროპელი მუსიკოსი ჩამოსული იტილი, რომელმაც აქ ხოროც კი დაარსა გუნდი და აი მუხრან ბატონი, რომელიც იქ რუსეთის ადმინისტრაციაში მუშაობდა, მასთან მივიდა, რომ მიეღო უფლება რაღაც მუსიკის ჩაწერის, იქ რაღაცა გუნდის შექმნასთან და ამასთან რაღაცა ესეთი მენეჯმენტური საკითხები რომ გადაეჭრა და ეს კიდე ეკითხება რომ მართლა მოგეწონათ ქართული სიმღერა, ქართულ ხალხურ სიმღერებზე იყო ლაპარაკი. კიო ძალიან. მართლა მოგეწონათო. ესე იმდენად დაბეჭაებულია ერი, რომ თავისი ფასეულობებიც კი უკვე დაკარგა და ეს უცხოელი როებნება არაჩვეულებრივია, ეს უნიკალურია. მართლაო და კაცრემლები წამოუვიდა. გესმით, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთის მოხელე იყო, მაგრამ ის ხომ ქართველი იყო და მაგრამ არ იცოდა, მას უკვე ეჭვებოდა ყველაფერი. ესე იგი, ვეფხისტყაოსნის ღირებულებაც, ჩვენი მუსიკის ღირებულება, ჩვენი ისტორიაც, ქართლის ცხოვრება, ყველაფერი გახდა საეჭვო და სადაო და მთელი მე-19 საუკუნეში მთელი რუსეთის მეცნიერება აი გაგიკვირდებათ. მე ესეთი რამე საერთოდ არ მინახავს ასეთი არც ერთი ეცით აი იმპერიები უქმნია ახლა ინგლისსაც და სხვა ქვეყნებსაც არა და ასეთი რამ არ მინახავს არც ერთი იმპერიის შეგნით რომ ეს პოლიტიკა განადგურებისკენ კულტურის ცივილიზაციის იდენტობის წაშლისკენ პირიქით თქვენ ხომ იცით რომ ბრიტანეთი ყველანაირად უწყობდა ადგილობრივ განვითარებას ხელს და საბოლოოდ ის ქვეყნები და რეგიონები ისე განვითარდნენ რომ დამოუკიდებლობა მოიპოვეს და უდიდეს ნაწილში ბრიტანეთთან მადლიერებიც არიან სხვათა შორის ამისთვის დედოფალს აღიარებენ და ასე შემდეგ მაგრამ აქ რა ხდებოდა თქვენ ვერ წარმოიდგენთ მთელი მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი და შუა წლები რუსეთის იმპერიის ჰუმანიტარული მეცნიერების დარგების, აი თეოლოგები და ისინი რა ქვია, ისტორიკოსები და ენათმეცნიერები დაკავებულები იყვნენ იმით, რომ გაენადგურებინათ ქართლის ცხოვრება. ამაზე მთელი ისინი იწერებოდა ნაშრომები ხალხნო, რომ ეს არაფერი არ არსებობდა და ეს ვახტანგ მე-6-ის გამოგონილია. და აი ესეთი, ესე იგი ყველაფრის განადგურება, რომ ჩვენ არაფერი, უნდა გითხრათ, რომ იგივეა დღესაც. რუსეთი დღესაც მინდოდა ეს ზუსტად პარალელები გაგვევლო. მე ახლა უცბად ისქენი გამახსენდა და რუსეთი დღესაც ამას ცდილობს. რას ამბობს? კარგები ხართ ქართველები, იცეკვეთ, იმღერეთ, კარგად გამოგდით, ელარჯი გაგვიკეთეთ, ჩვენ ჩამოვალთ, შევჭამდა თქვენი სიმღერებით და ცეკვებით, გაგვამხიარულეთ და მეტი თქვენ ფუნქცია თქვენ მეტი არა გარდა რომ ჩვენ გაგვამხიარულოთ. ესე იგი თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ გქონდეთ სახელმწიფო, თქვენ არ შეგიძლიათ მართოთ ეს ქვეყანა, თქვენ არ შეგიძლიათ აკეთოთ მეცნიერება, თქვენ არ შეგიძლიათ არაფერი სხვა. აი ეს არის თქვენი დანიშნულება რუსეთის სივრცეში. გესმით? აი ეს არის, რაც ესე იგი თურმე არის ქართველი ხალხის ამ უძველესი და თქვენც რა გინდათ ახლა ჩემი ის რომ ეს არის უნიკალური ცივილიზაციის და კულტურის მატარებელი ხალხი. და თანაც რა ხდება ახლა, როდესაც აი მე მიკვირს ხანდახან აი მაგალითად როდესაც ვლაპარაკობთ რომ აი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა რომ აბა რა ვქნათ ახლა ჩვენ ხომ არ ვიომებთ ან ვერ ვიომებთ რა თქმა უნდა ეს აღმაშფოთებელი ეს რა თქმა უნდა ეს ჩვენ არა ვართ რიტორიკაა დიახ იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ მრავალრიცხოვანი მაგრამ ახლა განსაკუთრებული მრავალრიცხოვნებით არც ისრაელის საზოგადოება გამოირჩევა მე ისრაელში მცხოვრებლებს ვამბობ და თუ იმას ვილაპარაკებთ რომ დანარჩენი ებრაელობა მას მხარს უჭერს დანარჩენი მსოფლიოს მხარდაჭერაც შეიძლება მოიპოვოს სწორი პოლიტიკის მიმართულებით და უკრაინა სწორედ ამას აკეთებს და როგორც მთელი მსოფლიო მოატრიალა რა
თავის სასარგებლოდ. ისევე როგორც ახლა არც ბალტიის ქვეყნები არ გამოირჩევიან. ესტონეთი მაგალითად ყველაზე მცირე რიცხოვანი ქვეყანა. უნდა გითხრათ, რომ არც ავსტრია არის დიდი რიცხოვნებით, მგონი საერთოდ 7 მილიონიანია, მაგრამ ისიც არ გამოირჩევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავსტრია სხვათა შორის უზარმაზარი იმპერიაც ჰქონდა შექმნილი და ძალიან თავმოყარი ხალხია. და აი აქაც ხედავთ, როცა მას შობიან ამ ენას ანიჭებენ რაღაც განსაკუთრებულ შემოას. ავსტრიელები და გერმანელები ერთიანის მატარებლები არიან, მაგრამ ეს არ უშლით მათ სხვადასხვა ხალხებად და სხვადასხვა ცივილიზაციებად ყოფნად. ნუ ესე მოხდა მათი ისტორია, ესე განვითარდა. ნახეთ, ჩვენ თითქოს საქართველოში სამი ქართველური ენა გვაქვს და ამ სამი ქართველური ენიდან ერთი აღმოსავლურ ქართული დაეუფლა მერე, ესე იგი, უფრო სუსტად როგორც ჩანს მოხდა ეს პროცესი, რომ ის გახდა ლიტერატურული და რადგანაც ის გახდა სალიტერატურო და დამწერლობის ენა, მერე იმან უკვე გავრცელება დომინანტი გახდა. მაგრამ და აი ეს ენა ეხლა ნახეთ, მაგრამ ჩვენი ისტორიის განვითარება ესე წავიდა, რომ აი დანარჩენი ქართველური ენების მატარებელი ხალხი ერთ სახელმწიფოდ და ერთ ერად შეიკრა. თუმცა ისეთივე უნდა გითხრათ, რომ მეგრულთან ძალიან ახლოს დგას ლაზები და ლაზური ენა, მაგრამ ლაზები ისტორიულად არასოდეს არ ყოფილან საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში, მისი სიძლიერის დროსაც კი და აი დარჩენ ხან ბერძნულ საზოგადოებაში იყვნენ და ბერძნიზირება განიცადეს, ხან თურქულში იყვნენ და თურქიზირება განიცადეს. აი კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება რომ ახლო ეთნოსია, მაგრამ ხედავთ კულტურულად და ეროვნულად სხვა ერის შემადგენლობაში არის. მაგრამ ავსტრია და გერმანია, აი ამ ამათი ისტორია ისე წავიდა, რომ ერთი ენის მატარებელი ხალხები და ტომები ორ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ნუ ახლა ესეთი მაგალითი ძალიან ბევრია. ახლა ინგლისმა შექმნა ბირთვი შეერთებული შტატების და ანგლო-საქსური სამყაროს. რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს შეერთებული შტატები მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურად მეტყველებს და კი იქ უკვე ცოტა რაღაცა ამერიკანიზაცია არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, არანაირად ერთმანეთის გაგება არ უჭირდა აბსოლუტურად ერთი ენაა. ეს მიუხედავად ამისა ორი განსხვავებული ერია აბსოლუტურად, ხო? ეხლა მე ძალიან ხშირად გავიგებ, რომ აი ეს ამერიკელები რაღაცა ერია, ყველა ხალხებიდან რაღაცა შეიქმნენ და აბა როგორ იქნება ერი? აბა როგორ უნდა შეიქმნეს ერი? აი მაგალითად მოგიყვანთ ძალიან აშკარას, რომ როგორ ხდება ერების წარმოქმნა რა. ეხლა ჯერ იყვნენ გალები მოგეხსენებათ, მერე მოვიდნენ რომი მოვიდა, დაიპყრო ეს გალია, გალათინდნენ, მერე შემდგომ მოხდა, ესე იგი, სხვადასხვა ჰუნური, ავარული, ოსტგოთური, ვესტგოთური ტომების შესვლა საფრანგეთის ტერიტორიაზე, ზოგი დარჩა, ზოგი გადავიდა მერე ესპანეთით, ჩრდილოეთ აფრიკით, მერე ფრანკები შევიდნენ უკვე და მერე ფრანკთა სამეფო წარმოიშვა, რომელიც სულაც არ იყო მარტო საფრანგეთი და ბევრად დიდ გერმანულ დაჯგუფებას აერთიანებდა. მერე ის რეგიონი დაიშალა, მერე მოვიდნენ, მერე ამასობაში მოგეხსენებათ გერმანული ტომების ერთი ნაწილი, ისინი ანგლოსაქსები გადავიდნენ ბრიტანეთში. იქიდან ბრიტანელები გაგიჟებულები რომ ამათ შეუტიეს, გამოიქცენ ლამანშით და ჩრდილოეთი საფრანგეთში ბრეტონი შექმნეს, არა მთელი. მერე სკანდინავიიდან ნორმანები მოვიდნენ და იმათ ნორმანდია გააკეთეს. აი ეს ყველაფერი ხედავთ, ერთ სახელმწიფოში დადუღდა და ერთი ქვეყნის შიგნით საბოლოოდ ერთ-ერთად იქცა. დღესაც საფრანგეთი რომ ავიღოთ, ალჟირელები აი იქიდან წამოსული აფრიკიდან წამოსული ეს სხვა პროცესები მიდის. არიან სუფთა ფრანგები თავისი მთელი მოქალაქეობრივი იდეა. ჩრდილოეთ აფრიკა ქონდა კოლონიზებული საფრანგეთს, მერე ისინი რომ გაუშვა, მათ მისცა უფლება, მათ აქვთ, ესე იგი, პირველადი უფლება, ასე ვთქვათ, ჩამოვიდნენ და მუშაობის და ასე შემდეგ. ამიტომ დიდი ანკლავები წამოვიდა ჩრდილოეთ აფრიკიდან და ისინი შეუერთდა და ამან საფრანგეთის გარეგნულობაც კი შეცვალა
და ბევრად უფრო გამუქდნენ რაღაცა ასე შემდგომ და დღეს ხანდახან საფრანგეთში მგონი ზანგი მერებიც არიან და რაღაც ასეთი, მაგრამ ეს არ უშლის ამ ხალხს რომ იყოს ერთი ქვეყანა და ახლა იქ ერთი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ერთი სახელმწიფო, ერთი ერი. ახლა იგივე ამერიკასთან მიმართებაში, ახლა რაც მე ამ საფრანგეთზე მოგიყევით, წარმოიდგინეთ რომ ის ქვეყანა კიდევ უფრო ჩქარა დაგვინდა ერათ, იმიტომ რომ დაჩქარებულია ეს პროცესები. ყოველი საუკუნის გასვლით დაჩქარებულია პროცესი. გამოტომანანა, ისევ რუსეთს რომ მიუბრუნდეთ და აი აღნიშნოთ ის რომ ისინი მენტალობას ებრძოდნენ და იმ უნარჩვევებს რაც ჩვენ ბუნებრივად ქონდა. აი ქართველი გლეხის ბუნება რომ ავიღოთ. როგორ შეცვალა რუსეთის იმპერიამ და დღეს რა შედეგებს ვიმკით ამით? მან უბრალოდ მოხდა ტრაგედია. ნუ მაგას მე მართალი გითხრათ, აი გულის რამის ცრემლების გარეშე ძნელია ამ ყველაფრის წარმოდგენა. იმიტომ რომ ქართველი გლეხი ეს იყო მთელი ცივილიზაცია. ეს იყო საქართველოს ბურჯი, იმიტომ რომ საერთოდ უნდა გითხრათ, რომ ყველგან ეს მიწათმოქმედი მოსახლეობა არის ყოველთვის რაღაცა ესეთი ბურჯი და ღერძი ქვეყნის და საშინელება მოხდა და რატომ? ესე იგი მოგეხსენებათ რომ რუსეთი ძალიან სხვანაირი საზოგადოება იყო იქ ხანდახან გონიათ რომ აი ჩვენ უფრო ჩამორჩენილი და აი რუსეთი როცა შემოვიდა კი ახლა კოსტუმები ეცვათ და შეიძლება ფრანგულად საუბრობდნენ მაგრამ სინამდვილეში კანონმდებლობა რომ ავიღოთ თქვენ იცით რომ 1806 წლამდე 1806 წლამდე რუსეთში საერთოდ არ არსებობდა პრეცედენტი კი არა კანონიც კი თეორიული შანსიც კი არ არსებობდა გლეხის განთავისუფლების ყმის განთავისუფლების ბატონისგან ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობდა. ამიტომ სხვათა შორის 1801-ში როცა აქ უკვე შემოვიდნენ როგორც ქვეყანაში ძალიან ბევრი და დიდი იყო განთავისუფლებელი ფერმერები ისევ ბატონებს მიუბრუნეს. იმიტომ რომ დაიბნენ ვერ გაიგეს ესენი ვინ იყვნენ. ნუ ბატონია, ყმაგლეხია, მაგრამ თავისუფალი ფერმერი არ არსებობდა. და მხოლოდ 1806 წელს ალექსანდრე პირველმა მიიღო კანონი закон о свободных хлебопашцах. ესე იგი აი ხო თავისუფალი აიაცეთების შესახებ. მანამდე საერთოდ არ ქონდა და მე მგონია რომ აი ზუსტად ჩვენი, იმიტომ რომ ძალიან დაემთხვა ჩვენი შეერთების შემდგომ მიიღეს ეს გაიზიარეს რაღაცა ჩვენი სამართლის. რომ ჩვენთან არსებობდა ეს ფენა მთელი აი თავისუფალი მიწათმოქმედების ძლიერი აქტიური ადამიანების. და ეხლა ნახეთ რა მოხდა. და რატომ არსებობდა? იმიტომ რომ ჩვენთან ვახტანგ მე-6-ის სამართალში იდო და სამართალი ყოველთვის უნდა იცოდეთ რომ არის ცოტა ესეთი ესე იგი უკან მოსდევს სამართალი ქვეყანაში უკან დადევნებული ლამპარივით არის ანუ რა მინდა ამით თქვა პროცესი სოციუმი რაღაცა უკვე ჩამოყალიბებულია და მერე სამართლებრივი გაფორმება ხდება. ანუ წინასწარ კი არა კეთებს ახლა სამართალი ამას არა. ანუ როდესაც უფრო აღწერს რეალობას. თუნდაც აი ძალიან თანამედროვე ის რომ მოვიყვანო მაგალითი, ახლა ჰაკერები გაჩნდნენ და მერე გაჩნდა კანონმდებლობა მათთან დაკავშირებით. ახლა თუ არ იქნებოდა ჰაკერები, კანონმდებლობაც არ იქნებოდა საჭირო, ხო? ზუსტად ეს არის. ეხლა ვახტანგ მე-6-ის სამართალი უკვე ითვალისწინებს თავისუფალ გლეხებს, ანუ ბატონს კანონმდებლობით შეეძლო თავისი ყმის გათავისუფლება. ესეთი კანონი არსებობდა და რუსეთში არ არსებობდა. გესმით თქვენ ეს რამხელა ჩამორჩენა და ამის გამო ძალიან ბევრი მდიდარი გლეხი ყიდულობდა თავის თავისუფლებას. მე მართალი გითხრათ, მუშაობდი ჩემი საკანდიდატო ხა საბჭოთა პერიოდში და მე კიდე იქიდან მოვდივარ, იცით რომ საკანდიდატო იყო და მე სადოქტორო და აი ჩემი საკანდიდატო დისერტაცია იყო მე-15-მე-18 საუკუნის დასავლეთ საქართველოს გლეხობა. და ნუ უსაინტერესო ესი პროცესები მიმდინარეობდა რუსეთის შემოსვლამდე არა. აქ იყო ესე იგი ეს გლეხები თავდებობის წიგნები, როცა ერთი მეზობელი მეორეს თავდება თუ დგებოდა, რომ აი ამდენ ფულს გადაიხდის თუ ის გაიქცა.
და ეს რა იყო? ეს იყო გამოძრომის საშუალება. ის გლეხი ამას აძლევდა მეზობელს ამ ფულს თქვათ და მე თვითონ გარბოდა ქალაქში სამუშაოდ და ნახვამდის ეუბნებოდა ამ თავის ბატონს და ეს კიდე იმ ფულს მიუტანდა იმ ბატონს, რომელიც ასე ვთქვათ, მისი ასე ვთქვათ, თავისუფლების გამოსყიდვის საფასური იყო. მაგრამ გარდა ამისა, თუ ბატონთან მოლაპარაკებული იყო და გლეხები პირდაპირ ყიდულობდნენ ბატონებისგან, იმიტომ რომ იმ პერიოდში თავადებს და აზნაურებს უჭირდათ და ხანდახან ცოცხალი ფული არ ქონდათ, ეხლა საჭმელი კი ქონდათ რომ მიუტანდნენ იმ ხორბალს და ღვინოს, მაგრამ ცოცხალი ფული არ ქონდათ და რაღაცა ჭირდებოდა თან ქორწილის ან რაღაცა და ასეთ სიტუაციებში გლეხს მიჰქონდა ეს ფული და თავისუფლებას ყიდულობდა, იმიტომ რომ ამის უფლება სამართლებრივად არსებობდა, სამართლებრივად რომ არ ყოფილიყო, ვერც ვერაფერს გააკეთებდა რა. და ამდენად საქართველოში უკვე საკმაოდ ძლიერი ფენა იყო ასეთი ფერმერების და იგივე თქვენ იცით ალბათ აი პირდაპირ ერეკლეს ბრძანებები გეუბნებოდა ომის დროს აი მთელი რიგი ციხეების აღების დროს ეუბნებოდა გლეხებს ხო რომ აბა ვინც წადით და ვინც აიღებთ იმათ გაძლევთ თავისუფლებას ხო და პირდაპირ აი ესე ჯგუფურად იღებდნენ თავისუფლებას და ამდენად ეს ერთი მაგრამ მეორე რითაც და უკვე იყო მაგრამ რაც მთავარია ქართველი გლეხი ძირში რითიც განსხვავდება რუსი გლეხისგან ეს არის რომ ქართველი გლეხი იმ თავითვე იყო ფერმერი საერთოდ ის ძალიან გავს ევროპელ გლეხს და წარმოებელი იყო ანუ არა მარტო წარმოებელი ხან წარმოებელი შეიძლება ის რუსი გლეხიც აწარმოებდა მაგრამ რეალიზატორი არა ქართველი გლეხი თავისი სტატუსით იყო მუდმივი მეიჯარადრე ანუ მას მამული ჰქონდა ფერმა ჰქონდა ეხლა ნახეთ როგორ იყო საბუთებში პირდაპირ ძალიან კარგად ჩანს რომ გლეხი ფლობს ესე იგი თავისი სახლის ნაკვეთი სასახლე ნაკვეთი გარდა ამისა სათიბი საძოვარი ვენახი ეს ყანა ნუ ყველა და სასაფლაოც კი თქვენ წარმოგიდგენიათ რომ თითეულ გლეხს ჰქონდა დიდი ფერმა იმ მიწაზე თავისი სასაფლაო ადგილიც ჰქონდა ხანდახან ამოწყდებოდა გლეხის ოჯახი ხო მაგრამ ფერმას კი არ შლიდნენ ეს და ამ ფერმას ედო გადასახადი. აი ამისგან თქვათ ამდენი უნდა გამოვიდეს გადასახადი, ხო? და ხანდახან წერია ხოლმე ესეთ საგადასახადო წიგნებში, ვინც დაესახლოს იმან გადაიხადოს. გესმით ფერმად რჩება, თუ ამოწყდა ეს გლეხი, მაგრამ თუ არა და ეს მიწა მაღაზია სულ მუდმივად ვახტანგ მეექვსის კანონმდებლობა ამბობდა რომ გლეხის ცალკე გაყიდვა არ შეგიძლია ის მიწიანად უნდა გაყიდო რადგანაც ჩემ ფერმიანად ყიდდი გლეხს ასეთ სიტუაციაში უწყვეტი წარმოება იყო ასეთ სიტუაციაში მისი სტატუსი აი ნახეთ ის მისი თავმოყარეობა არ ილახებოდა ეხლა ის ოჯახს არ ცილდებოდა ის იყო თავმოყარე ადამიანი რომელსაც ჰქონდა თავისი შემოსავალი თავისი მამული და აქამდე თუ ივანესთან მიქონდა ბეგარა ახლა პეტრეს მიუტანდა ეხლა რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ვისთვის მიუტანდა ფერმაზე დაწერილ ბეგარას ეს ფერმაზე დაწერილი ბეგარა იყო და იყო თაობებით და ნუ ახლა სანამ პეტრესი იყო პეტრეს მიუტანდა თუ პეტრე ივანეს მიყიდდა მაშინ ივანეს მიუტანდა მეტი მის ცხოვრებაში არაფერი იცვლებოდა ახლა რუსი გლეხი რა იყო რუსი გლეხი არ იყო მიწის მესაკუთრე აი მე ხო გითხარით რომ ქართველი გლეხი მამულის ფერმის პატრონი იყო თუმცა შეზღუდული მფლობელობით მეიჯარე იყო ოღონდ მუდმივი ბატონი ვერ წართმევდა ეს ესე კი არ არის შენ დღეს მეიჯარე ხარ და ხვალ არ მინდა არა ეს იყო მუდმივი მეიჯარადრე ამიტომ სანამ ის იხდიდა ამ ბეგარას და სანამ ის ცოცხალი იყო მისი შთამომავლები ეს ფერმა იყო მისი და ბატონს კანონით არ ქონდა უფლება აგდების მაგაზე ერეკლე მეორის დროს უამრავი საბუთები გვაქვს რომ ამილახვარო შენ გავიგერო იქ ვიღაც აგიყრია და შავ დღეს დაგაყრიო ერეკლე ემუქრება აბა ამილახრებს და ესე დიდ თავადებსაც კი რუსეთის გლეხი იყო ფაქტიურად ყმა რუსეთის გლეხი ყმა კი არ იყო ყმები იყვნენ ჩვენი გლეხები იყვნენ ფერმერები ოღონდ ყმა ფერმერები და როდესაც რუსეთის კანონით გლეხები გაანთავისუფლა ისინი პირდაპირ იქცენ ფერმერებად ანუ გაანთავისუფლა მისი აი მოვალეობიდან რომ ბატონისთვის რაღაც მიეტანა და ამის შემდეგ მის გახდა თავისი ფერმის ფლობელი მუდმივი ესე იგი საბოლოოდ ფლობელი მას უკვე მაშინ როცა მუდმივი მეიჯარადრე იყო მას ჰქონდა შეზღუდვები გაყიდვის თავისი თუმცა უფლება ჰქონდა გაყიდვის მაგრამ ბატონის თანხმობა ჭირდებოდა და ეხლა ის გახდა ესე იგი უკვე ფერმერი და ეხლა რუსი გლეხი რა იყო რუსი გლეხი იყო მონა ქართველი გლეხი
იყო ფერმერი დაყმევებული და რუსი გლეხი იყო მონა და რატომ? იმიტომ რომ რუს გლეხს მიწა არ ქონდა. რუსი გლეხი მიწას კი არ იყო მიმაგრებული, აი ქართველი გლეხი და ევროპელი გლეხებივით, რომლებიც იყვნენ მიწას მიმაგრებული. რუსი გლეხი მიწას კი არ იყო მიმაგრებული. პატრონს იყო პატრონს იყო მიმაგრებული, ზუსტადაც აი მუმუც და ეს წაგიკითხავთ. და რუსი გლეხები ქმნიდნენ თემს. ნახეთ ესეთი თემი. ეხლა მარტივად რო გითხრათ და ეს იყო საგადასახადო ერთეული. და ესენი ყველა იმიტომ არის რუსული ხასიათი რო ჩამოყალიბდა ჩამშვების და ესეთი რატომ? იმიტომ რომ იქ ერთი გლეხი რომ გაქცეულო, აი თუ თემზე იყო 10 რუბლი დადებული, ვთქვათ, გადასახადი, ეს ერთი რო გაქცეულიყო, სხვაზე ესე იგი გამოდიოდა რომ თითო მანამდე რუბლს იხდიდა და 10 რუბლი, ხო? ეხლა თუ გაიქცეოდა ეს გლეხი, მაშინ უკვე ყველას 1 და 10 უნდა გადაეხადა, მიხვდით? ანუ ეს გაიქცა, დანარჩენებს უმატებდნენ, ანუ ის გადასახადი, რაც თემზე იდო, მაინც უნდა აღებულიყო, რაც ნაკლები იქნებოდა, მაშინ თითოეულზე მეტი. ამიტომ ყველა ერთმანეთს უყურებდა, რომ არ გაქცეულიყო, ხო? ეს ერთი. მეორეთი, მიწას, რომელსაც ამუშავებდნენ, ის მათი არ იყო, ის იყო თემის. ამიტომ ყოველ 2 წელიწადში, 3 წელიწადში ერთხელ ეს განსხვავდება იყო რეგიონებში. ეს მიწა გადანაწილდებოდა და აი 2 წელი თუ პეტრე ამუშავებდა, მესამე წელს პავლეს ხელში გადადიოდა. ამიტომ რუსეთში არ იყო ინტენსიური მეურნეობა. იქ მარტო აი ესეთი ხორბალი და ხორბლეული მოყავდათ, რომელიც აი აიღებდა მორჩა, ხო? იმიტომ რომ არ იყვნენ მაგალითად. და აი საქართველოზე როგორ იმოქმედა აი ამ გამოცდილებამ რუსულმა. რუსული ეს თემს მიჩვეულები იყვნენ. ამიტომ ეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება რო დამყარდა და კოლექტივიზაცია მოხდა, რუსებისთვის ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი. ცოტა ხნის დაშლილი იყო ის თემი და მის პრაქტიკულად რაღაცა 18-20 წელი იყო დაშლილი და მე ისევ კოლმეურნეობებში და საბჭოთა მეურნეობებში უკრეს თავი და ეს მათი მთელი ისტორია იყო, სულ თემში იყვნენ და სულ ესეთ კოლექტიურად ფლობდნენ ამ მიწებს და გადანაწილდებოდა მათ შორის და ასე შემდგომ. ეს მათთვის იყო ჩვეულებრივი ამბავი. და ქართველი გლეხი წარმოიდგინეთ, რომელიც აი საუკუნეების სიღრმიდან მამა პაპეულ მიწას ფლობდა, დიახაც ფლობდა. ის შეიძლება მას შეზღუდვა ქონდა გაყიდვაზე, მაგრამ ის ფლობდა და ამას ამუშავებდა. იქ თავისი ბაღი ქონდა, ვენახი ქონდა, ეს ქონდა, ის ქონდა და თავისი რაღაცა პროცენტი შემოსავლის მიჰქონდა ბატონთან. აი ამ გლეხს ჩამოართვეს ეს მიწა, შექმნეს კოლექტივი და ყველას იქ უკრეს თავი. და ქართველი გლეხი აი აქედან გამომდინარე ინდივიდუალისტი იყო. ის თავის მამულს ამუშავებდა და სხვისი და საერთოდ საზიარო მისგან ძალიან შორს იყო ესეთი ამბავი. ის მას არ შეეძლო საზიარო გაეკეთებინა. ამიტომაც არის რომ რუსეთში იყო მდიდარი მეურნეობები და ქართველები არაფერს არ აკეთებ თავიანთ. ქართველებმა ისევ თავის პატარა სახლთან არსებულ მიწის ნაკვეთებზე გადმოიტანეს ეს მეურნეობა და რაღაცა ერთი ძროხა ყავდა, ცოტა ქათამი ყავდა, ცოტა და აი ამ თავის პატარა სახლთან არსებული ნაკვეთი რაც შეუნარჩუნდათ, რეალურად იმაზე დაიწყეს მუშაობა და დანარჩენი კოლმეურნეობის ნაკვეთები არავის არაფრად არ ენაღულებოდა, მოგეხსენებათ თქვენ და რეალურად იყო ძარცვისდან რაღაცას კაი დათესავდნენ, დარგავდნენ, მაგრამ ეს იყო რეალურად აბსოლუტურად წამგებიანია რამ საქართველოს სივრცეში. ამან რა უქნა ქართულ გადააგვარა. დღეს საქართველოში სოფელში მცხოვრები ხალხი ყვავს, მაგრამ გლეხი აღარა, ფერმერი ჩვენ აღარა ყვავს მორჩა. იმიტომ რომ დიდი ხანია არავინ ფერმერულ მეურნეობას არ ეწევა. ნუ ეხლა რაღაც ამ ბოლო ხანებში რაღაცა თანხმობრივი ხელშეწყობით იმით ამით რაღაცა ვიღაცებმა რაღაცა დაიწყეს, მაგრამ ეს ფერმერი ხალხი, ეს ძირძველი რამეა. აქ არის, რომელ სოფლის მეურნეობაზეა საერთოდ ლაპარაკი, როცა სოფელში მცხოვრები 99% ადამიანების ფიქრობს თავისი შვილი როგორ გაასწროს და გაიყვანოს სოფლიდან და სადღაც, ესე იგი ქალაქში რაღაცა თუნდაც აი ორ კაპიკზე იმუშაოს იმ შვილისთვის, ეს არის პატივი რომ ქალაქში წამოვიდეს და ფერმერი ეს არის ამაყი ადამიანი თავისი მეურნეობით, თავისუფალი მდიდარი და ფესვები ჩაზრდილი ამას და რომელსაც ვერ გამოიყვან და ვერ გამოგლიჯავ ამ ადგილს და მას უყვარს ეს მეურნეობა და მე ის ყოველთვის ცდილობს თანამედროვე მეთოდები შეითვისოს. ამიტომ ეხლა შუა საუკუნეები იყო და ჩვენ იმის შემდეგ მე-19-ში ის მე-20-ს დასაწყისში როცა გვართვეს ეს მიწები
და გადაიყვანეს ამ კოლმეურნეობაზე რამალ თანამედროვე ხა რუსეთი ისეა ჩამორჩენილი იყო მისი თანამედროვე სოფლის მეურნეობა რა უნდა ყოფილიყო და დღესდღეობით როდესაც მოვიხედეთ სოფლიო ამ მიმართულებით ისე შორს არის წასული დღევანდელი ფერმერები განსწორებული უმაღლეს დამთავრებული ხალხებია რომლებმაც ადამიანებია რომლებმაც სოფლის მეურნეობა მენეჯერები არიან უმაღლესი დონის ის დარგი მშვენივრად იციან მარკეტინგი იციან სად გაყიდონ ბაზარს იცნობენ ყველაფერს და ახლა ამას ჩვენი ეს რა თქმა უნდა ეს არის იცით აბსოლუტურად უიმედო საკითხი. აი დღეს ახლა სოფლის მეურნეობაში ბევრჯერაც გამოჩნდა ხო რაღაცა ფულებს აძლევენ, ეს არის ტყვილი, ნუ აი მკვდრის გაცოცხლების ამბავი, ეს შემოლაწუნება, რომ აი თლა არ მკვდეს. რეალურად ჩვენ რო ვაძლევთ საზოგადოება ფულს ამ სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებას, სინამდვილეში ეს ფული აბსოლუტურად მიდის სადღაც. ვიღაცა მანქანას ყიდულობს, ვიღაცა თუმცა ახლა წამოვიდა ის თაობა ახალგაზრდების, რომლებიც წვნას გადიან და გამოცდილებას იზიარებენ. ეს მხოლოდ ახალი ხალხი. ანუ ეს პრაქტიკულად 90%-ში სულაც არ არის ის ძველი ხალხი, რომელიც იქ სოფელში ცხოვრობენ. ეს არის რეალურად ახალი ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიდი ფულადი შესაძლებლობები, რომლებიც ყიდულობენ ასობით ჰექტარს და აკეთებენ მე კერძო მეურნეობას. ეს არის სწორედ დღეს ეს გზა დარჩა მარტო. დღეს მხოლოდ ასე თუ ჩანაცვლდება. ქალბატონ მანანა, მინდა ბოლოს აი ამ თემაზეც ვისაუბროთ. როდესაც ვსაუბრობ დამოუკიდებლობაზე. არსებობს თუ არა სრული დამოუკიდებლობა, თუ აუცილებელია რომ სახელმწიფომ თავისი დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებაში რაღაცა ინტერესები ეს არის დღეს ძალიან აქტუალურია ეს თემა. ეს არის ზოგადად ძალიან საინტერესო საკითხი და უნდა გითხრათ თუ არც არასოდეს არ არსებობდა აი ესეთი გაგებით სრული აი როგორ იცით დამოუკიდებლობა აი აბსოლუტური დამოუკიდებლობა. ნუ რა თქმა უნდა ეხლა არის მასეთი სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ზესახელმწიფოებს უწოდებ. ნუ ჩვენ ვიყავით მასეთი აი მე-13 საუკუნის დასაწყისში, 4 ზესახელმწიფო იყო მახლობელ აღმოსავლეთში, ერთი რუმის სასულთნო, ეგვიპტე, საქართველო და ხორეზმის სასულთნო და თქვენ ბევრმა არ იცის სხვათა შორის რომ საქართველოს და ეგვიპტეს საერთო საზღვარი ჰქონდა რა, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეგვიპტე იყო ამოსული, საქართველო იყო ქვევით ჩასული და მათ ჰქონდათ საერთო საზღვარი. აი ესეთი რეგიონს 4 დიდი სახელმწიფო ინაწილებდა, თუმცა რა თქმა უნდა შიგნით ახლა ხონსომხებით შედიოდნენ და სხვა ერებიც, მაგრამ ნუ რეალურად ისინი ყველანი იყვნენ ამ ქვეყნებში განაწილებული. ეხლა საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით რა თქმა უნდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი ახლა შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები და ისიც არა. რა თქმა უნდა ისიც დამოუკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე, საკუთარი მოსახლეობის სურვილებზე, გეოპოლიტიკაზე, მიზანშეწონილობებზე და ბევრ რამეს სხვაზე. და მაგრამ მთავარი საქართველოს სიძლიერე, ქართველი ხალხის სიბრძნე ყოველთვის იცით რა იყო და რამ გადაგვარჩინა. ეხლა ჩვენ არ ვიყავით მცირე რიცხოვანი ერი. რა თქმა უნდა მე-12 მე-13 საუკუნის მიჯნაზე ჩვენ სადღაც 10-12 მილიონს უკაკუნებდით, რაც იმ დროს ძალიან დიდია. მაგრამ დიდი ვიყავით იმ დროს ევროპული მასშტაბებით, მაგრამ აღმოსავლური მასშტაბებით, სადაც შენ ახლა ესეთი მონღოლურ, ჩინური და ესეთი ანკლავები გიპირისპირდება, სადაც 100 მილიონიან პოპულაციებთან გაქვს საქმე, რა თქმა უნდა, მათთან შედარებით ჩვენ ყოველთვის ვიყავით მცირენი და არა და ჩვენი ბედი ესეთი აღმოჩნდა, რომ ვიყავით ზღვარზე ამ ევროპის და მთელი აზია ზედ გვაწვებოდა რა. მაგრამ მთელი ჩვენი მე სულ ყოველთვის ვამბობ ხოლმე, იცით რომ კარგი ცხვირი გქონდა, ესა ყნოსვა გქონდა და რას ვყნოსავდით? პროგრესულ ცივილიზაციას. ეს ქართული საზოგადოება პირდაპირ არ ვიცი რანაირად, მაგრამ ყოველთვის მიდრეკილი იყო პროგრესისკენ. და აი მაგალითად ეს ასეთი ირანული გავლენის, ასეთი სპარსული სამეფო დინასტიის, თვითონ მირიანი, სასანიანი, რომელიც ჯერ კიდევ რა მამამის პაპა იყო, მირიანის პაპა იყო სპარსეთის შახი ხორმის დარდაშვილი. ეხლა ნუ ამაზე იქით რაღა უნდა იყოს, ხო? და აი ეს კაცი გახდა ესე იგი ქრისტიანობის მიმღები და შევიდა ბიზანტიურ ანკლავში. მესმით? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
შეიძლება აბსოლუტური დამოუკიდებლობა არ ქონდეს და დღეს ევროკავშირის ძალიან ძლიერმა და სახელოვანმა და განთქმულმა ქვეყნებმა თავიანთი სუვერენიტეტის ნაწილი დათმეს იმისთვის რომ შეექმნათ ევროკავშირი და ჩვენ შეიძლება და ჩვენც რა გვინდა ვისწრაფით ამ ევროკავშირისკენ ხო მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღესდღეობით რომელ ანკლავში აღმოჩნდება ახლა რაც არ უნდა ესეთი რამე გითხრათ რომ შეიძლება რაღაცნაირად არ დაიჯეროთ მაგრამ არც ისე აი საზოგადოება ადამიანების ჭრელია და ჩვენ ვიძახით ყოველთვის რომ ჩვენ არა ვართ ბავშვები და აი ბავშვი ყველაფერს ხედავს თეთრი და შავი, ცუდი და კარგი და სინამდვილეში არის ფერები. აი რაც შეეხება რეგიონალურ გაერთიანებებს და ესეთ ანკლავებს, აი იქ არ არის ფერები. იქ არის ბოროტი ძალა და არის პროგრესული ძალა. აი ეს არის პირდაპირ ორი და აი ამ ორს ყოველთვის ეს დედამიწა აი ესე იყოფოდა. აი მე თქვენ ახლა ცოტა პატარა იმას გავაკეთებ ექსკურს რომ ეს ჯერ კიდე ჰეროდოტემ აღმოაჩინა უნდა გითხრათ და აი ეს პირდაპირ აზიის და ევროპის დაპირისპირებაზე საუბრობს, ანუ აღმოსავლეთის და დასავლეთის. და იმ შემთხვევაში მას აიეტი და კოლხეთი სპარსეთის სივრცეში შეყავს. ხედავთ? სად ვიყავით? სპარსეთის სივრცეში, საიდან მოვდივართ? აზიურ სპარსული სივრციდან ჩვენ უკვე მეოთხე საუკუნეში მკვეთრად ევროპულ ქრისტიანულ სივრცეში გადმოვინაცვლეთ და იმის იქით სულ ამისკენ ვიბრძვით, თუმცა მეზობელი აზია პერიოდულად მიგვაქანებს, ხანდახან მეტ გავლენას ახდენს ჩვენზე, ხანდახან ნაკლებს, ნუ მერე რუსეთიც ჩაერთო, რომელიც თავისი ბუნებით აზიური ქვეყანაა და მონური ქვეყანა, აი მე თქვენ რუს გლეხზე გესაუბრეთ, რომელიც სხვათა შორის აი ეს არ დამიმთავრებია, მან დაეხლა უნდა ჩავთო, რამ შექმნა რუსული მონური ხასიათი. წარმოიდგინეთ, როგორი უთავმოყვარეა ადამიანი და როგორი თელილი. როდესაც აი იმის გამო რომ ის არ იყო რუსი გლეხი არ იყო მიწას მიჯაჭული და ნებისმიერ დროს მას მიწა გადანაწილდებოდა და ასე შემდგომ, ამიტომ როდესაც ბატონი გაყიდდა, მას მიწიანად კი არ ყიდდა, მას მარტო ყიდდა. გესმით? შეიძლება ოჯახიდან პირდაპირ მოეცილებინა. აბსოლუტურად, იმიტომ რომ რადგანაც მიწას არ იყო მიმაგრებული, აღარც ოჯახს იყო მიმაგრებული და ასე კაცს გაყიდდნენ საერთოდ რომელიღაც გუბერნიაში და მორჩა ის სიცოცხლეში თავის ცოლშიც ვერ ნახავდა. იგივე შეიძლება ქალი ვიღაცას მოწონებოდა სტუმრად მოსულ ბატონს და აი ეს ქალი აეღოდა და გაეყიდა და ის თავის შვილს და ქმარს ვერასოდეს ვერ ნახავდა. აი ამას ამ სიბეჭავეს, ამ მონობას და უთავმოყვარეობას ზღვარი არ აქვს. აი რუსეთი აი ესეთი ქვეყანა იყო, გესმით? და არის კიდევაც. და დღესაც ასეთი დარჩა. ის ასეთი დარჩა თავისი ბუნებით. და ნუ ჯერ იყო და ეს ვთქვათ აღმოსავლური ქვეყნები და ჩვენთვის ეს აღმოსავლური ქვეყნები მიუღებელი იყვნენ მათი სოციალ-ეკონომიკური წყობით სამართლით და რაც მთავარია რელიგიით. არა რელიგიურად ეს იყო ყოველთვის ჩვენ გვარტყა მუსლიმური ქვეყნები და ჩვენ ქრისტიანული ქვეყნებისგან ქრისტიანული სამყაროსკენ ვიღებდით არჩევანს და მერე უკვე მე-19 საუკუნიდან ამას რუსეთი ჩაენაცვლა, რომელიც ასევე აზიური ჩვენ გვეგონა ჩვენ მეფეებს ეგონათ რომ აი მუსლიმურ ქვეყნებს აცდებოდნენ და ვითომ მართლმადიდებელი რუსეთი. ეს დღესაც უნდა გითხრათ, რომ ეს მართლმადიდებელია ეს რუსეთი და ერთმორწმუნე და ჯერ ერთი, ნუ ეს ძალიან ბევრი თემა არის. შემდეგ გადაცემაში კი არა და შემდეგ საუბარში აუცილებლად ვისაუბროთ. ნუ ძალიან ვრცელი თემა არის საერთოდ რუსეთის ქრისტიანობის და ერთმორწმუნეობის კიდევ. მაგრამ ეხლა აი ამას რომ დაუბრუნდეთ ამ აღმოსავლეთს და დასავლეთს. ჰეროდოტემ ეს ყველაფერი შენიშნა, მაგრამ მაშინ როგორც გითხარით, ჩვენ კოლხეთი სპარსეთის სივრცეში ყავს მას მოაზრებული და ის პრიმიტიულად ახლა მაინც ის რო შენიშნა ეს არის დიადითორე ის რომ მე-5 საუკუნეში იყო ძველი წელთაღრიცხვის და ამიტომ მიზეზებს აი რამ შექმნა ეს დაპირისპირება სპარსეთსა და საბერძნეთს შორის რატომ მოხდა ეს დაპირისპირება ეს დიდი ომებია რა ამას ახლა ეს კაცი პრიმიტიულად ხსნის რომ აი თურმე ჯერ ესე იგი ჩვენ გავიტაცეთო იქ ევროპე მე იმად გაიტაცეს მედია მე ელენეს მუტაცება მოხდა და ვითომ აი ამ ქალების გამოტაცებამ და რაღაც ამ მიმართულებით კანონების დარღვევამ მოგვცა აი ეს დაპირისპირება. ნუ რა თქმა უნდა ეს არ იყო, მაგრამ მიზეზი იყო სიღრმისეული. ეს იყო ყოველთვის ქრისტიანობამდეც. ეს იყო ევროპის და
ევროპული, ბერძნულ დასავლური და აღმოსავლურ სპარსული ცივილიზაციები. ეს ცივილიზაციური დღესაც იგივეა. რა თქმა უნდა, აი მაგას ვამბობ, ზუსტად მაგისკენ მივდივარ. ამიტომ ხანდახან არ იციან ამაგას კი არა პირველი მსოფლიო ომი ხალხნო. ჯერ კიდევ მოხდა მე-5 საუკუნეში, ქსერქსეს დროს, როდესაც სპარსეთმა დაარტყა საბერძნეთს. აი პირველი მსოფლიო ომი მაშინ იყო, იმიტომ რომ საბერძნეთს თავისი მთელი ეს მომხრეები ყავდა, თავისი ქალაქები და ასე შემდგომ, სპარსეთს კიდე თავისი მთელი აღმოსავლეთ. მაშინ სამყარო დიდი კი არ იყო. ჰიბრალტარის დღევანდელი სრუტე იყო ჰერაკლეს სვეტები და იქ იყო სახელი ერქვა ჰერაკ და ინდოეთამდე მოდიოდა. დანარჩენი სამყარო არც ცნობილი იყო ახლა იმ საზოგადოებისთვის, აი ეს რა იხარშებოდა და რაც იმ დროს იხარშებოდა და ერთიან სამყაროს ქმნიდა, იმათ დასხეს ერთმანეთს, ხო, დასავლეთთან და აღმოსავლეთმა. ეს იყო პირველი ცივილიზაციური დაჯახება. და მერე კარგა ხანი ესე სივრცეები მერე ცალ-ცალკე ვითარდებოდნენ, ნუ ალექსანდრე მაკედონელმა რაღაცა დროით გააერთიანა, მაგრამ როდესაც გლობალიზაცია ესე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები მოხდა და დედამიწა რაღაცნაირად გაერთიანდა, რა თქმა უნდა, ამ ცივილიზაციურმა განსხვავებამ უკვე თავი იჩინა და ნუ საბოლოო ჯამში ამ მსოფლიო ომებში გადაიზარდა. ეს არის დიდი ცივილიზაციური არჩევანია. ჩვენი არჩევანი. რა თქმა უნდა, და ყოველი ქვეყანა აი ჩვენ რომ ვამბობთ სრულიად დამოუკიდებელი. სრული დამოუკიდებლობა კი არ არის მთავარი. მთავარი არის ცივილიზაციური არჩევანი, სად დგეხარ. აქამდე საქართველოს ყოველთვის სწორ მხარეს იდგა. საბერძნეთის, ბიზანტიის, ქრისტიანობის და ეს ქრისტიანობიდან გამომდინარე კი არისო. ეს მისი ცივილიზაციური არჩევანი იყო. გესმით, ახლა რაღაცა სულ სხვა სარწმუნოება რო ქონოდა ბიზანტიას და საბერძნეთს, ნუ ალბათ ჩვენც იმ სარწმუნოებას მივიღებდით, იმიტომ რომ ამ საზოგადოების, ამ ცივილიზაციის პროგრესულობას გრძნობდით და ჩვენ პროგრესულ საზოგადოებაში გადავინაცვლეთ უფრო ჩამორჩენილი აზიური საზოგადოებიდან. აი ეს იყო ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. დღესაც, როდესაც ნუ საერთოდ რო გითხრათ ახლა განსხვავება კათოლიციზმსა და მართლმადიდებლობას შორის იმდენად სასაცილოა, საზოგადოება საერთოდ არ იცის. ნუ ერთ სიტყვაში, ნუ ახლა სამება და არა, სამება ორივეში სამებაა, მაგრამ სული წმინდა. აი სამება მამა ღმერთიდან შვილზე და ესე გადადის და იქ კიდე ვითომ ორივეს თანაბრად აქვს თუ რაღაცა. აი რაღაც აი ერთ სიტყვაშია, საერთოდ ახლა მე ზუსტად მაგ თემისთვის არ ვიყავი მომზადებული და არა ვარ და არ გადამიხედია, მაგრამ სინამდვილეში ერთ სიტყვაში საერთოდ განსხვავება, რაც საერთოდ არაფერს არ ქმნის და უფრო მეტსაც გეტყვით. გიორგი მთაწმინდელს, როდესაც მე-11 საუკუნეში ბიზანტიის კეისარი შეეკითხა, რომ დიდო მამაო, გამაგებინეო ერთიო, რა განსხვავებაა ახლა ჩვენსა და რომს შორისო და იმან უთხრა, რომ ნუ აქაც აღმოსავლეთშიო სხვადასხვა მწვალებლობები იყო, სხვადასხვა დროსო, ამიტომო ჩვენო ვიკრიბებოდითო და კანონებს ვიმუშავებდითო და იქო პეტრესგან როგორც მიიღეს რწმენა ისე დარჩათო და ამას ყველაფერსო იქო ხმიადიან ჩვენო ხმიადიან ხო საფუარი ჩვენ საფუარიანს ვაკეთებთ იქო საფუაროსო ჩვენ გაუზავებელ ღვინოს ისინი გაზავებულსო ხალხნო ამას რა მნიშვნელობა აქვს მთავარია გული იყოს წრფელი და რწმენა იყოს წრფელი თორე დანარჩენი ყველაფერი ამას ამბობს გიორგი მთაწმინდელი მე-11 საუკუნეში არ ამგონია მე რომ დღევანდელ მდელმთავრებს უფრო დიდი რწმენა ჰქონდეთ გიორგი მთაწმინდელთან შედარებით ხო და ამდენად ესეთი ეჭვი მეც ამბობს ხო მეც ასე ხო გეკნებათ ეს ეჭვი ნამდვილად ხო და მაგრამ აი ეს ცივილიზაციული ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ევროკავშირი და დასავლეთი დღევანდელი და სხვათა შორის დასავლეთს მიეკუთვნება იაპონიაც მიუხედავად იმისა აქ იმაზე კი არ არის ცივილიზაციურად ის დასავლეთია და უნდა გითხრათ რომ ყველა აღმოსავლური ქვეყანა რომელსაც უნდა წინსვლა და განვითარება ის დასავლეთის ცივილიზაციის ნაწილი ხდება იგივე აბა მე ვიყავი მაგალითად ტაივანში და რა პრობლემა არის როგორ გონია თქვენ ჩინეთსა და ტაივანს შორის ჩინეთი ავტორიტარული ცივილიზაციური მხოლოდ და ეს
ტაივანი დასავლური ორიენტაციის ქვეყანაა, რომელსაც არ უნდა ავტორიტარიზმი და ჩინეთი ავტორიტარული ქვეყანაა და არ უნდა იმ ტაივანს ის ავტორიტარიზმი და ამიტომ თავისი შიგნეულობით, თავისი მრწამსით და მსოფლახქმით ის დასავლეთშია. ეს არის განსხვავება, მეტი კი არაფერი და ისე რომ დასავლეთი დღეს და აღმოსავლეთი ძალიან ესეთ მცნებებად იქცა, ხა ჩრდილოეთი ეს რუსეთი, მაგრამ სიღრმისეული აღმოსავლეთია რა, იმ გაგებით, რა გაგებითაც ვლაპარაკობთ ჩვენ, რომ ეს არის ღრმად ტოტალიტარული ქვეყანა, რომელსაც საკუთარი მოსახლეობა არ უყვარს. როგორ შეიძლება სხვაზე ზრუნავდეს, როცა საკუთარ მოსახლეობაზე არ ზრუნავენ. ხანდახან ვიღაცებს აქ მდიციმე, ძალიან დიდი ფული იხარჯება, იცით? ძალიან დიდი ფული იხარჯება რუსეთის იმის პროპაგანდისტვის, რომ აი საბჭოთა კავშირის აღდგენის პროპაგანდა. ნოსტალგიური გზნობების გაჩენისთვის. საერთოდ, რა თქმა უნდა, მე მესმის 70-75 და უფრო ზევით ადამიანები. მათ უფრო ახალგაზრდობის ნოსტალგია აქვს, მე ასე მგონია, ვიდრე რა თქმა უნდა. თავისი ახალგაზრდობა ენატრებათ. აბსოლუტურად, ჩვენი ახალგაზრდობა გვენატრება ხოლმე, მაგრამ ეხლა ჩვენმა ახალგაზრდობამ ესე ხომ არ შეიძლება დაგვაბრმავოს, რომ ავკარგს ვერ ვარჩევდეთ არა და ეს რაც იყო რა შიშებზე დამყარებული, რამდენი ხრეტები, რამდენი ადამიანი დაიხრიტა არა ომის დროს, არამედ ასე ახალი ჯიში გამოიყვანეს, რომელიც დღეს არის მხოლოდ უკან დამხევი თავისი მენტალობით. დიახ. ეს არის დამანგრეველი ადამიანისთვის, დამანგრეველი ეროვნული ცნობიერებისთვის, ჩვენი ერისთვის ის 70 წელი, რომელიც ჩვენ საბჭოთა სივრცეში გავატარეთ, დამანგრეველი იყო თუნდაც ქართველი გლეხის განადგურებისთვის, ქართველი გლეხის აორთქლებისთვის, ქართველი გლეხის გაქრობისთვის დედამიწის სურთით. ქაბატონმანანა დიდი მადლობა. მე მინდა თქვენგან ავიღო პირობა, რომ ჩვენ განვაგრძობთ ამ საუბრებს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ადამიანების ცნობიერებაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ უნდა გავახსენოთ მათ ისტორია, მათ ისტორიული მეხსიერება უნდა გავაღვიძოთ იმისათვის, რომ ყნოსვამ აღარასდროს გვიღალატოს და ყოველთვის ის არჩევანი გავაკეთოთ, რომელიც ცივილიზაციას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ერთს და პიროვნებებს. დიდი მადლობა. ჩვენ კი კიდევ ერთხელ ალბათ უნდა მივულოცოთ ჩვენს მოქალაქეებს, თავისუფალ მოქალაქეებს 26 მაისი და ალბათ ის განცდაში გაერთიანება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიყვარულია. შევთავ რომ ჩვენს საზოგადოებას დიდი სიყვარულით და პატივისცემით მინდა მივმართო და ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი უდიდესი მონაპოვარი, უდიდესი, რასაც აი თვალის ჩინივით უნდა გავფრთხილდეთ. დიდი მადლობა.